რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდასმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველოს შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიხენებთ მას. საქართველოს მომავალს დავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ისია მოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებითა და შესაძლებლობებით მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო წინ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა კი ნებამომეცით სცენაზე ვუხმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ევროკავშირის წევრ საქართველოში, ბატონ პავალ ერჩინსკის, მივესალმები დიპლომატებს, დედაქალაქის მერს, მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მედიის წარმომადგენლებს და ღრმატპატივცემულ სტუმრებს. დღეს ჩვენ აღნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ეს არის ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს დაფუძნდა ევროკავშირი, როდესაც შუმანის შეთანხმებას მოეწერა ხელი და სწორედ აქედან იწყება ევროკავშირის და ზოგადად ევროპის განვითარების ოქროს ხანა, რომელმაც თითქმის 60 წელი გასტანა. სწორედ ამ მომენტიდან ევროპაში შეუქცევადად დამკვიდრდა ისეთი ღირებულებები, როგორც არის სამართლის უზენაესობა, როგორც არის დემოკრატია, როგორც არის ადამიანის უფლებები, როგორც არის სოციალური სახელმწიფო და სწორედ ამ მომენტიდან ჩაეყარა საფუძველი უწყვეტ მშვიდობას ევროპაში, რამაც შექმნა პარი გარანტიები იმისათვის, რომ მუდმივად გაზრდილიყო კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირში და ზოგადად ევროპაში. მე მახსოვს ჩემს მიერ ევროპის შუაგულში, დიუსელდორფში გატარებული 3 წელი და მე მახსოვს პირველი შტაბ-ბიჭდილება, რომელიც მივიღე მაშინ უშუალოდ ევროპული კულტურის და ევროპული კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. თქო, ეს არის ძალიან დიდი შტაბ-ბიჭდილება და ჩვენი სურვილია, რომ საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ზუსტად ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი. სწორედ ამიტომ ბუნებრივია ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეპოლიტიკური პრიორიტეტია სწორედ ევროკავშირის წევრობა. მე დარწმუნებულია, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებითი პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი. ჩვენი პასუხისმგებლობა დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ ჩვენი წვლილი თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში. ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში, როგორადაც ის დაფუძნდა 1950 წლის 9 მაისს დიდი ევროპელი მოღვაწეების მიერ, როგორც იყვნენ რობერტ შუმანი, როგორც იყო ჟან მონე, კონრად ადენაუერი, ვინსტონ ჩერჩილი და სხვები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით და მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი
ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებაში, ევროკავშირის განვითარებაში. საქართველო არის მცირე, მაგრამ ძველი კულტურის მქონე და ტრადიციების მქონე ქვეყანა და ევროპის ერთ-ერთი ღირებულება არის სწორედ მრავალფეროვნება. მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო არის მოწინავე ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. თავარია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებულია რომ საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე ბრიუსელში ყოფნის დროს გავაკეთე ამბიციური განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ 2030 წლისთვის თუ კი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო. ამისთვის ყველაფერი კეთდება, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება და მე მჯერა რომ უახლოეს მომავალში, არა უგვიანეს 2030 წლისა საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გილოცავთ ხევანდელ დღეს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სცენაზე ვთხოვთ ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ელჩებს, პატივცემულო ელჩებო, მოგესალმებით მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ. მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. თითეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ამ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი რასაც ევროპა და ევროკავშირი ქვია. ბატონმა ელჩმა ბრძანა რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ გზაზე, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადაუხადო და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ იყოს ხარდაჭერა. მე მახსოვს 1 წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა რომ ქვეყანას არ მიცეს კანდიდატის სტატუსი. ქვეყანას არ მიცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ქონდა ახსნა თუ რატომ. იმიტომ რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართულ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუ კი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ეს არის 2012 წლის ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ქვია. და აქვე მინდა მიმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ქვია. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო, დღევანდელ დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ულოცავთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და მინდა ყველას წარმატებები უსურვო. მადლობა.